მაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ Razingassi turbo savrebo Quella gachi turbo savrebo Sheftel gadasale Squeltanetan mamagla daidzaxe Turbo savrebo zi Turbo zavrebi თქვენი მანქანით მხოლოდ კატას თუ გაასეირნებ. აი, ჩვენი მანქანა სულ სხვა. ჩვენ სამაგერო დრონი გვაქვს. ძველი მოდელია. პრეისტორიული. მე დაბადების დღეზე რაღაც განსაკუთრებულს დამპირდნენ. ის რაც თქვენ არ გაქვთ. მართლა? და რა არის ეს? სახლი ხეზე. დიდი და ლამაზი. კარგად თუ მოიქცევით, სტუმრად დაგპატიჟებთ. ალბათ დაგპატიჟებთ. მე ვარ პრეისტორიული მოდელი. თუმცა, გარკვეულწილად ასეა. ზერ ყურადღებას ნუ მიაქცევ. თავგასული ბავშვები არიან. ვფიქრობ, ჭკუა უნდა ვასწავლოთ. გეთანხმები. მაგრამ როგორ? ჩვენი სახლი ავაშენოთ ხეზე, რომ სატრაბახო არ გქონდეთ. ჩვენი მეგობრები კი დაგვეხმარებიან. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სახლის ნაწილები შეგვიძლია პრინტერით დავბეჭდოთ, მაგრამ შემდეგ ისინი უნდა აიწყოს. თანმიმდევრობით მივყვეთ. ზერ, შესაფერისი ხეა არჩიე. თორ, შენ მის ქვეშ მოედანს დაასუფთავებ. შენ დეტალებს დაბეჭდავ. ან კი მათ ჩემზე დატვირთავს. ტრაქიკი სახლს აწყობს. ტურბოზავრებო წინ! აქეთ ვიღაც მოდის. დაიმალეთ. შეხედე, საინტერესოა ვისი სახლია. შენ როგორ ფიქრობ? გმადლობ, ძალიან დამეხმარა. მე რა შუაში ვარ? ვინ მოიფიქრებდა რომ ხეზე სახლს მაჩუქებენ? ახლა იმათ აქვთ სახლი, მე კი არა. თუ დავანგრევთ, არც იმათ არ ეკნებათ. ეს კარგი აზრია. ახლა ჩვენს მშვენიერ სახლს დაანგრევენ. შვიდად, კარგი გეგმა მაქვს. ეს რა არის? არ ვიცი.
ალბათ კარი. დედიკო! შეიძლება თქვენთან ამოვიდეთ. ხარ თქვი ჩვენი სახლი გვექნებაო? არაფერიც არ გვექნება, ბორა მოიგონა. მე კი ყოველთვის ვოცნებობდი თქვენაერ სახლზე. კარგი, ამოდით. სამომავლოდ კი დაიმახსოვრეთ, ტყუილის თქმა ძალიან ცუდია. ახლა ჩვენ გვაქვს სახლი ხეზე, ბორიასა და ფედიას კი არა აქვთ. ეს უსამართლობაა. ამას გამოვასწორებთ, მეგობრებო, ერთი საქმე გვაქვს. მიღება. შესანიშნავი სახლი გაქვთ. ჩვენც გვინდა ასეთი. რა შეგჭირდებათ ორი სახლი? რა? თქვენ ხომ უკვე გაქვთ სახლი? აი, შეხედეთ. ეს ნამდვილი ჯადოქრობა! ვაშა! რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავთ რაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეთყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო, წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებს შეაგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. ზერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას. ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება, ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად დაკრძალულია.
მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო. ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომასეა თორ. ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით. თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ ეხებენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხაროა რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეტიასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? შესანიშნავი ამინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც გემრიელია, შეხედე, ჩიტები. ოი, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არე ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან. გამარჯობა, მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? თავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო. მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია. ამიტომ მსაჯი იქნება. აი ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწყინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაქ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო. მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია თორ, ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! რა ჩაღიღარ თორ? შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დავტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ!
ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა! დო, შეამოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება. არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ. დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება. შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა, ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. ბეწა, კაცა, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? რამდენი ხანია არ უწვიმია, ყვავილები გახმება. ბებია, შეხედე როგორი ღრუბლებია, აუცილებლად იწვიმებს. ღმერთო ჩემო, ეს ჩვეულებრივი წვიმა არ არის, ნამდვილი ჭექა-ქუხილია. ბედა, გადა, ჩქარა სახლში შევიდეთ. არა, ჯერ ყველა ვაშლი უნდა დავკრიფო. მართალი ხარ, მოვდივარ. რა მოგივიდა? ჭექა-ქუხილი მხოლოდ ხმაურია, მისი არ უნდა გეშინოდეს. აი, ელვა კი სულ სხვა საქმეა. იმიტომ რომ ელვა უმართავი ელექტროობაა. ელვამ შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს და ადამიანს ზიანი მიაყენოს. ეს სკოლაში ვისწავლეთ. მე მგონი ჭექა-ქუხილი აღარ არის, გარეთ გავიდეთ. მოიცადე, მგონი ვხედავ რომ ტყეში რაღაც იწვის. სად? შეხედე, ცოტა ხნის წინ იმ ადგილას მეხი გავარდა. ბებია, ტყე იწვის. ახლავე მე ხანძრებს დავურეკავ. შევეცადოთ მეხანძრების მოსვლამდე ჩავაქროთ ცეცხლი. მართალი ხარ, მაგრამ მარტო ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ ჩვენს მეგობრებს უნდა დაუძახოთ. თქვენი დახმარება გვჭირდება, რომ ხანძარი ჩავაქროთ. ეს რთულია მოწანა. რთულია, მაგრამ შეუძლებელი არა. აქ ტბა არის. არხს თუ გავიყვანთ, აი ასე, და წყლით გავავსებთ, ცეცხლი აღარ გავრცელდება. და შენმა გეგმამ რომ არ გაამართლოს? ცეცხლი ქალაქს მოუახლოვდება. ხალხი უნდა გავაფრთხილოთ. დო წაიყვანე და მეზობლები შემოიარე. მზად უნდა იყვნენ თუ ევაკუაცია გახდება საჭირო. ჩვენ კი არხს მივხედავთ. ტურბოს დავრებო წინ!
თორ და ბულ, თქვენ არხს გათხრით. შენ ამ მხრიდან, შენ იქიდან. აქ ძალიან ბევრი გამხმარი და მოტეხილი ტოტი ყრია. ერთი ნაპერწკალიც რომ მოხვდეს. ტრაკ, გამხმარი ტოტები შეაგროვე. ანკი, შენ კი ისინი ცეცხლისგან შორს დაიღე. მე რა გავაკეთო? შენ ზევიდან უყურე ცეცხლის აით გავრცელდება. კარი ჩვენს მხარეს უბერავს. ცეცხლი უკვე ახლოსაა, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით. სად? ტრაკ, ნუ შეყოვდები. გმადლობ, კატია. ყველაფერს მოვამზადებ, რაც ევაკუაციის დროს არის საჭირო. ჩვენ უკვე მზად ვართ. ესე იგი ხანძარია? მე კი ვაშლის დაკრეფა ვერ მოვასწარი. კარგი, რას ვიზამ? შენ კი ყოჩაღ რომ ყველა საფრთხილებ. მართლა ყოჩაღი ხარ. ყოჩაღ. ყოველი შემთხვევისთვის გაგაფრთხილეთ. იქნებ ხანძრის შეჩერება შევძლოთ. ვაშა, გამოგვივიდა. იმიტომ რომ ერთი გუნდი ვართ. მეგობრების გუნდი. საოცარი კადრებია. რა კარგი კადრები გამოვიდა. ცეცხლი, კვამლი, ყველა არხს თხრის. მარტო მე არ ვარ ამ ფოტოებზე. რადგან შენ იღებდი. მე ხანძრები მოდიან. ახლა ცეცხლს ჩააქრობენ. ფოტოების გადაღება უნდა მოვასწრო. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერდო, ტრაკ და კატია. შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი. საით? აი სათყოფილ ხარ. მე კი ყველგან გეძებ. უცნაურია. ზერისად დაიკარგა. არ დაკარგულა. გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუწელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც შანს
ბატარეის გამოცვლა მომიწევს ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზადამითმეთ თუ შეიძლება. რაღაც თავბრუმ ეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე. კიდე ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგვდის არაფერი. იმიტომ რომ არ გისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! აქ უნდა მოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ. ტრაკ იქით წაიღებ? მოდით, თორს დავეხმაროთ. თორ, შენი დიდი ნიჩაბი გვჭირდება. უფრო ღრმად გათხარი, თორ. ანკი, ის არის ამოსიე? დროსი გვჭირდება. წავედით დო. ამოსიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ, დიახ. ჰეი! ზერ. არ დაიჯერებთ ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.